რუსო ნამდვილად არაბისთვის მოულოდნელი არ იყო, რომ ზუსტად კონკრეტულ კანონზე გაამახვილებდა ოცნება ყურადღებას მარტივი მიზეზის გამო ის არ აპირებს ამ რეკომენდაციების შესრულებას. ამ რეკომენდაციების მთელი არსი იყო რა, რომ დაიცავით ადამიანის უფლებები, შეეშვით ადამიანების ჩაგვრას, გამოასწორეთ კორუფციული ვითარება, რას გამოასწორებენ, ხო ხედავთ კორუფციულად მოპარული ფულის გადაწილებისთვის ერთმანეთს ესვრიან უკვე. და ყველაზე ამორალურობა, რასაც მაგალითად პერსონალურად ირაკლი კობახიძე აკეთებს, არის რა? ირაკლი კობახიძე არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, მათ შორის ადამიანის უფლებების სალექციო კურსს კითხულობს და ირაკლი კობახიძემ ძალიან კარგად იცის, ეს შეიძლება არ იცის მაჭარაშვილმა და მის თანებმა, მაგრამ ირაკლი კობახიძემ ძალიან კარგად იცის, რომ ადამიანის უფლებების საწყისი არის ქრისტიანული იდეოლოგია რუსო. ქრისტიანული იდეოლოგიიდან მოდის რომ არ უნდა დაჩაგრო ადამიანი, რომ ადამიანი არის თავისუფალი, რომ ადამიანი არის თანასწორი. და ამ დროს გამოდის და ბოდავს იმას, რასაც ბოდავს. მარტივი მიზეზი აქვს ამას. იმიტომ რომ ირაკლი კობახიძეს და მის თანანს არ სურთ, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეხლა რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის საკითხს. მე მომისმენია, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისგანაც მომისმენია, რომ აი კი ბატონო შეგვიჩერონ და იქნებ ამის მერე მაინც გვეშველოს, ხალხი გამოვა ქუჩაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა მეგობრებო. უვიზო რეჟიმის შეჩერება არ არის საკითხი, რომელიც მხოლოდ იმას უკავშირდება, წავალთ თუ არა ვიზის გარეშე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში. აი მე ჩემ თავზე რო ვისაუბრო, ხო? განზოგადებულად რო არ ვილაპარაკო და ვილაპარაკო ჩემ თავზე ერთი ახალგაზრდა მოქალაქე ანა ბუჩუკური. ანა ბუჩუკური მოახერხებს რამენაირად იმას, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების მერე ვიზა ავიღო, მაგრამ უვიზო რეჟიმის შეჩერება ჩემთვის არის კატასტროფა. და რატო? კატასტროფა არის იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიულად რუსო თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ არ ესაზღვრება არც ერთ ევროკავშირის არც ერთ წევრ სახელმწიფოს. შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს ტერიტორიული კავშირი, ანუ ტერიტორიული ბმა ჩვენს გარშემო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. ზუსტად ეს იყო რუსუდან მიზეზი, პირადად შენ კარგად იცი, რომ ეს იყო მიზეზი, რის გამოც თავის დროზე ზუსტად საქართველოს ინიციატივით შეიქმნა ასოცირებული ტრიო. ანუ შეიქმნა ქვეყნების კალათთან, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან კავშირი აქვს, პირდაპირ ესე ვთქვათ, ევროპაშია. და ჩვენ უნდა გამხდარიყავთ აი ამ კალათის წევრი, რომ ერთიანად გამხდარიყავთ ევროკავშირის წევრი. და როდესაც იმ პირობებში, როდესაც ყავს ანტიევროპული, პირდაპირ ანტიევროპული და ანტიეროვნული ხელისუფლება, ასეთ პირობებში უვიზო მიმოსვლის დაკარგვა, ანუ აი ამ კავშირის აფილაციის, პოლიტიკურ-სამართლებრივი აფილაციის გაწყვეტა ევროპასთან იწვევს საქართველოს აბსოლუტურ იზოლაციას, რომლის შედეგადაც მოდი პირდაპირ ვთქვათ, ანუ საქართველოს აბსოლუტური იზოლაცია დასავლეთისგან არის რუსეთის ინტერესი, რასაც იდეალურად ასრულებს დღევანდელი ოცნება. კი ბატონო, და ეს არ არის მხოლოდ მოგზაურობისთვის რაღაც ვიზების რიგში ჩადგომა თუ ტექნიკური საკითხი და ირაკლი კობახიძე სხვა ქვეყანას თავაზობს ადამიანებს, რომლებმაც ალბათ კარგად იციან, რომ სამედიცინო დახმარებისთვის რა თქმა უნდა არსებობენ სხვა ქვეყნებიც, მაგრამ ევროპას ამჯობინებენ პირობების გამო. უვიზო მიმოსვლის დაყვანა მხოლოდ ვიზის რიგში ჩაბგებით თუ არა, ეს არის პრინციპულად არასწორი და ეს აწყობს ზუსტად ოცნებას. ეს ერთი. და მე ჩემს თავზე რო არ ვისაუბრო და ზოგადად რო განვაზოგადო, რა თქმა უნდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ესეც პრობლემა არის დამატებითი, რომ ისინი მარტივად იაფად ვერ აიღებენ ბილეთს, თუნდაც ახალგაზრდები, სტუდენტები, აი თქვენი ტოლები, ჩვენი თანატოლები, ხო, ვერ წავლენ მარტივად ევროპაში, მაგალითად არ ვიცი, იცით თქვენ რომ ზაფხულში ახალგაზრდა ადამიანები მიდიან თუნდაც მაგალითად რომ არჩინონ ოჯახები, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილები. კი ბატონო, რამდენიმე თვიანი სასწავლო პროგრამებით თუ სამუშაო პროგრამები. რა თქმა უნდა. ამიტომ როდესაც გამოდის კობახიძე და ეს დედა და მამას რო ასწავლის ქართველ ადამიანს და თვითონ ძალიან კარგად იცის რომ დიახ, ადამიანის უფლებები ქრისტიანული იდეოლოგიიდან მოდის, იმიტომ რომ ქრისტიანული იდეოლოგია დგას ადამიანის თავისუფლებაზე და თანასწორობაზე და ჩაგვის აგრძალვაზე და გამოდის და ამ ყველაფერს ბოდავს, ეს ორმაგი ამორალურობა მისი მხრიდან.
ორმა, იმიტომ რომ მას საკმარისზე მეტი განათლება აქვს, ზუსტად ესმის, რას უფუჭებს საკუთარ ქვეყანას. აი, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. როცა დრო არის აგვისტოს ბოლომდე, შემოდგომაზე უკვე ახალი ანგარიშის მოსამზადებლად შეიკრიბებიან ევროკომისიაში. აი, წინა სტუმართან მქონდა ასეთი კითხვა, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ რაღაც მაინც დათმოს ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით მოთხოვნებს ან მათ დამოკიდებულებას, გულისხმობ პარტნიორებს, მათ სურთ მცირედი პროგრესი მაინც აჩვენონ, რაღაც პოლიტიკური ნება თუ მონდომება ქართულ ოცნებაში დაინახონ იმისთვის, რომ მათ ასევე გადმოდგან ნაბიჯი. აი, მცირედი პროგრესისთვის რა შეიძლება გავაკეთოთ? პასუხი მოვისმინე, რომ აზრი არ აქვს. ახლა პატიმრებს თუ გაათავისუფლებს, ამით ვითარება არ შეიცვლება და საპარლამენტო არჩევნებია მნიშვნელოვანი. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? გეტყვით, ორი მიმართულებით არის სამუშაო. რუსო ერთი არის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორებთან სამუშაო და წინა კითხვის პასუხად მინდოდა და კარგია რომ ამ კითხვაში შემიძლია. აი მაგალითად რას აკეთებდა მთელი ამ კვირის განმავლობაში გიორგი კახარია ბრუსელში. ზოგადად ჩვენს მოქალაქეებს რა უნდა ავუხსნათ? უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ოცნებამ დააყენა ევროკავშირისთვის. და რატო და როგორ? იმიტომ რომ საწყის ეტაპზე განიხილებოდა მხოლოდ ოცნების დამნაშავეების და მათი ოჯახის წევრების დასანქცირება. თავიანთი პერსონალური მეგობრების გამოყენებით საუბარი მაქვს თქვენ იცით სლოვაკეთზე და ესე იგი ფიცოზე და ორბანზე თავიანთი პერსონალური კავშირების გამოყენებით საკუთარი თავები და საკუთარი ოჯახის წევრები რო გადაერჩინათ მთლიანად უვიზო მიმოსვლა დააყენა ოცნებამ კითხვის ნიშნის ქვეშ. თორე საერთოდ არ იყო საუბარი რუსო უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე. ეს დღის წესრიგში დადგა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ოცნებამ პერსონალური კავშირებით ეცადა რომ გადაერჩინა საკუთარი თავი, საკუთარი ოჯახის წევრები და დღის წესრიგში დააყენა რომ ოღონდაც მე გადავრჩე, ჩემი ფული გადარჩეს და ქვეყანას რაც გინდათ ის უქენით. აი ეს ერთი ნაწილი. ამიტომ როდესაც აი ჩვენ რას ვაკეთებთ და საერთაშორისოდ რა არის გასაკეთებელი მთელი კვირის განმავლობაში იცით თქვენ მაგალითად ზუსტად იმ დროს, როდესაც მინისტერიალი შეხვედრა იყო სამშაბათს და როდესაც ეს საკითხი განიხილებოდა, გახარია ხვდებოდა საგარეო საქმეთა მინისტრებს, ზიკორსკი, რომელიც არის პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და პირადადაც იცი რუსო, რომ ზიკორსკის დიდი გავლენა აქვს მით უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკაზე. გახარიასთან შეხვედრის შემდეგ ზუსტად მაშინ გამოვიდა ზიკორსკი და თქვა, რომ ზუსტად იგივე, რასაც ჩვენ ვამბობთ და ჩვენი გზავნილია, რომ არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, უნდა დაისაჯონ დამნაშავეები. ამ პოლიტიკის შენარჩუნება არის საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი და შიგნით რა უნდა გავაკეთოთ. რუსო, ყველაზე მეტად ოცნება, უბრალოდ მოდი ასე ვთქვათ, თუ კი რამეზე ოცნება რეაგირებს რუსუდან არის საკუთარი ამორჩეველი. ჩემი აზრი, თქვენი აზრი, როგორც ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის ან კრიტიკული მედიის წარმომადგენლის, ან ქუჩაში მდგომი ადამიანების აზრი ოცნებას დიდი ხანია არ აინტერესებს, იმიტომ რომ თუნდაც კობახიძე რო ავიღოთ, კობახიძე არ თვლის თავს საქართველოს პრემიერ-მინისტრად. ის არ თვლის, რომ ჩემ წინაშეც და თქვენ პერსონალურად ჩემ წინაშე ზუსტად ისეთი ანგარიშვალდებულია, როგორც საკუთარი ამორჩევლის წინაშე. იმიტომ რომ ის არ აღიქვამს საკუთარ თავს საქართველოს პრემიერ-მინისტრად. ის თვლის, რომ ის არის ერთი ადამიანის მსახური. ასეთ პირობებში ერთადერთი ვისაც იკვლევს სხვათა შორის ხშირად და ტესტებს ხოლმე განწყობებს და რომლის ვისი აზრიც აინტერესებს არის ოცნების ამომრჩეველი. რა თქმა უნდა, ხშირად აკვირდება რა რეაგირება თუ რეაქცია აქვს საკუთარ ძალიან ხშირად. და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ნახეთ საკუთარი ამორჩევლისთვის რა ტიპის რესურს ხარჯავს, რამხელა რესურს ხარჯავს იმისთვის რომ დააჯეროს რომ აი ამ კანონზეა ჩამოკიდებული უვიზო მიმოსვლა და კაცი და ქალი კანონში უნდა ჩაიწეროს. კი, რომელიც არის აბსოლუტური ტყუილი, არავინ ამას არ თხოვს ოცნებას თხოვენ რომ მაგალითად კორუფციის გამო ერთმანეთი არ დახოცოთო. მაგრამ ამას ცხადია ოცნების პროპაგანდისტი მედია ეს იმედი პოსტივზე აღარც მაქვს საუბარი და რუსთავი ამას რა თქმა უნდა არ იტყვის. ამიტომ აქ შემოდის ჩვენი როლი, ჩვენ პირველ რიგში უნდა ვესაუბროთ ოცნების ამომრჩეველს, იმიტომ რომ ოპოზიციურად განწყობილი ამორჩევლისთვის ყველაფერი ცხადია. აქ ყველაფერი გასაგებია. მაგრამ ჩვენ ფოკუსირებულად უნდა ვემუშაოთ ოცნების ამორჩეველს. მით უფრო ჩვენს გუნდს ესმის მე მგონი ყველასთვის გასაგებია რატომაც, იმიტომ რომ ამ ადამიანებისთვის გიორგი კახარია იყო ყველაზე რეიტინგული პრემიერ-მინისტრი, ჩვენს გუნდს აქვს განსაკუთრებული
წვდომა, მოდი ესე ვთქვათ, ოცნების ამორჩეველი გახარიას უსმენს, ზუსტად ეს არის მიზეზი რუსო, რომ მაგალითად რუსთავიორზე მხოლოდ გახარია აკრძალული და ყველა ოპოზიციონერი ლიდერი მიწვეული ყავთ ხოლმე პირდაპირ ეთერში, გარდა გახარიასი, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ნაცმოძრაობის ლიდერები რუსთავიორზე ნინო შუბლაძესთან. რატო? იმიტომ რომ ნაცმოძრაობა არ არის მისაღები და ვერასოს გახდება მისაღები. ნაცმოძრაობას თავისი ამორჩეველი ყავს, მე ამ ამორჩეველს პატივს ვცემ, ამაზე არ მინდა რომ ესე აღიქვათ, მაგრამ ნაცმოძრაობას ხმას არასდროს მისცემს მაგალითად ოცნების ამორჩეველი, ხო, მით უმეტეს დღევანდელი ამორჩეველი. თუმცა მათთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რა სიტყვის გიორგი გახარია. აი რომელ რეკომენდაციაზე გაქვთ თქვენ წარმოდგენა, რომ შესაძლოა თავად მათი ამორჩევლის განწყობების შეცვალოთ თქვენ ისე, რომ მათ მოუწიოთ რაღაც. რუსო, ამ რეკომენდაციებზე რა თქმა უნდა ეს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, თუმცა ამ რეკომენდაციებზე დაყვანაც არ არის მხოლოდ საკმარისი და მხოლოდ კაია კალასის უბრალოდ აი ამ დოკუმენტზე მთელი აი ამ მავნებლობის დაყვანა, რასაც ოცნება აკეთებს, ეს არ მიმაჩნია სწორი. რა თქმა უნდა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარეობს ეს რეკომენდაციები, ხო იგივე კორუფციასთან მიმართებით ან 78 მუხლის გაჩერებასთან მიმართებით, მაგრამ თავარი რა არის? ორი რაღაცა. პირველი, დღესაც კი ოცნება ბედავს და საკუთარ ამორჩეველს ეუბნება, რომ კი მე არ ვარ გივარო, მაგრამ ნაცმოძრაობაზე უარესი ხო მაინც არ ვარო და ეს არის უკვე ტყუილი. იმიტომ რომ მორალური უპირატესობა რაც ქონდა ოცნებას ნაცმოძრაობის ძალადობრივ რეჟიმთან მიმართებით, ამ მორალურ უპირატესობას დღითი დღე კარგავს. ყოველდღიურად კარგავს, როდესაც ახალგაზრდებს წემს. მე ვინც მოძალადე პოლიციელია, იმას აკეზებს ნაცვლად იმისა, რომ დასაჯოს. თან ხო ეს არ არის 1, 2 და 3 შემთხვევა, სისტემური ძალადობაა, ხო ასეა. ადამიანებს ადამიანებად აღარ აღიქვამს და ადამიანი მიზანი კი არ არის, არამედ საშუალება. კორუფციის ის ხარისხი, რომელსაც ადამიანებს მივიდნენ ერთმანეთის სროლაზე რომ გადავიდნენ. ეს არის პრობლემა ქართული ოცნების ამორჩევლისთვის. ის რაც გიორგი ბაჩიაშვილს უქნეს, რუსო ციხეში პატიმრის ცემა ხომ გასაგებია, რას ნიშნავს? მით უმეტეს ოცნების ამორჩევლისთვის ეს ხო შეუძლებელია ახსნადი იყოს და მისაღები იყოს. ან იმ ახალგაზრდა ბავშვებს 4 წელს რო უსჯიან, რის გამო? რუსო, რის გამო? სულ რო დაუშვათ, რომ მართლა ვიღაცამ ჯოხი მოუქნია პოლიციელს. ერთი პოლიციელი მაინც აქცეულ ადამიანს სახეს რო უსახიჩრებს, დაისაჯა, ერთი მაინც. და თქვენი კოლეგა, პირველი ქალბატონი ჟურნალისტი, პოლიტიკური პატიმარი. ახალგაზრდა კაცის პირით 7 წლით უშვებს ციხეში სილის გაწნის გამო. მაშინ, როდესაც ახალგაზრდები, სტუდენტები ძირს დაყრილი, დაგდებული უტყეს ციხეში დაასისხლიანეს ათეულობით და არავინ ამისთვის არ დასჯილა. ეს არის რაც თითოეული მოქალაქემდე არის მისატანი განსაკუთრებით ოცნების ამორჩევლამდე. იმიტომ რომ ამაზე პასუხი არ აქვს ოცნებას შეუძლებელია ჰქონდეს. ამიტომ გამოდის და ამორალურ პროპაგანდას რო ქართულს რო ასწავლის თან რო კაცია და ქალია და თურმე ამას გრძალავს ევროპა, ტყუილი. კი ბატონო, ისევე როგორც წინა საარჩევნოთ ომი და მშვიდობა იყო ყველა იმ პრობლემის გადაფარვის, ასე ვთქვათ, მთავარი პროპაგანდისტული ხრიკი, ასეთივე არის ახლაც. კეთილი, მადლობა ანა. მადლობა.